გახსოვდეს ვისი გორისახარ, დიახ მახსოვს და ძალიან ვამაყობ გურჯაანით. მე ყოველთვის ვამბობ და არასდროს დავიმალი აქ დედას ვგავარ. ეს პრაღაში და ერევანში რო ვნახეთ ჩვენთანაც გააკეთეს. ეს ცენტრში არის ძველებური მოზაიკა. ლეონარდო შენგელიასი ყოფილა, არ ვიცოდი. ეს გრილ-შოპი დაგვიგდეს და ნაყინები და ბუტერბროდებია. შემდეგ გამოვყევი ობელისკებს, გზადაგზა ვაფიქსირებდი ახტალას და მთებს. ახტალა არის ულამაზესი. შიგნით არ შევსულ ვარ, გარედან ესეთი შემოდგომის ხედებით ვტკბებოდი. შემდეგ გამოჩნდა ობელისკები. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგმული მემორიალი, რომელიც მერაბ ბერძენიშვილმა გააკეთა ეს ქანდაკება და სერგო ზაქარიაძის გარეგნობა სასწაულად აღწერა და ეს გურჯაანში ეს ძეგლი, რაც თავი მახსოვს არის, ეს ფილმი არის საოცრად ამაღელვებელი. ის კადრები არ გავაკეთოთ, თორე შეიძლება აქვე ავტირებულიყავი. ჩემთვის ეს არის ქართველი კაცის, კახელი კაცის სახე, რომელიც ღირებულებებით ძალიან დადებითი და ამაცი და ყველანაირად დადებითია. აქ გზაში 1000 ჩიტი მაინც იჯდა და ერთმანეთში რაღაცა ჭიკჭიკე უნდა დავაფიქსირე. ეს ჩვენი გზა, რომელიც ახლა გააკეთეს. შემოვედი სახლში, რომელიც ძალიან აყვავებულია. როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, აი ამ გაყვავებული მცენარეებით ძალიან ვხალისობ. ახალი ყვავილები მოვიტანეთ და ისინი ძალიან მიყვარს, აქ ვხატავ ხოლმე. ეს აგავა ალბათ ჩემზე დიდია, ძალიან ლამაზია, დედას უყვარს ძალიან. ეს ნაძვის ხე გვაქვს ბუნებრივი, რომელიც უნდა მოვვრთოთ. ეს ყვავილებიც ძალიან მიყვარს. შემდეგ ინსპირაცია მეწვია და მართალია ამ ჯარისკაცის მამასთან და ყველაფერთან არ არის კავშირში, მაგრამ შემოდგომის ხედები აღვწერე. ისე მიყვარს ხატვა, ისე მავსებს, ისეთი დადებითი ენერგეტიკით და უშრეტი ენერგიით მავსებს, რომ წარმოუდგენლად კარგია. აკვარელის ნაზი ფერებით დავხატე ეს პეიზაჟი და მე ძალიან მომეწონა. შემდეგ აკრილით დავხატე კიდე ერთი შემოდგომის პეიზაჟი, რომელიც ასევე ძალიან მომეწონა. გზადაგზა თავმპოზიორობდი. ეს ხელოვნური ინტელექტით გავაცოცხლე. შემდეგ ესეც ხელოვნური ინტელექტით გავაცოცხლე. აბა წარმატებები და ბედნიერება ყველას. თუ მოგეწონა ეს ვიდეო და მსგავსი კონტენტი, დამიკომენტარე.